ჩემი სიუჟეტის გმირი ერთი თბილისელი თინეიჯერია, რომელიც ყველანაირ დეცად და თავის ცხოვრება მრავალფეროვანი გაეხადა. რამდენად გამოვიდა ნახეთ სიუჟეტში. ყოფილიყავი სხვებისგან განსხვავებული, მქონდა სხვადასხვა იდეები, მაგრამ 12 წლის რო ვიყავი, ვნახე ეს მანქანა, ძალიან მომეწონა და მაშინ იმანაც მომხიბლა, რომ ეს მანქანა არის ქალის მიერ შექმნილი. ნახე რა ზაპია. შენია? კი, ჩემია. დაგმაგარი. მადლობა. ვიძახთი რომ მინდოდა ამ მანქანის ყიდვა, მაგრამ სერიოზულად არ იღებდნენ ჩემს ნათქვამს. პრობლემები შემექმნა ოჯახში, მშობლები ფიქრობდნენ რომ ეს არ იყო უსაფრთხო მანქანა, თან გოგო ვარ და ხალხს ახალი სალაპარაკო თემა მიეცემოდა. ბევრჯერ შემინიშნავს ქუჩაში ხალხის გაოცებული სახე, ალბათ იმიტომ რომ ეს მანქანა უკვე ანტიკვარია და გამომწვევი ფერი აქვს. ეს მაგარია. თავიდან ეს მანქანა რო ვიყიდე, მქონდა დანარტყამები, იყო სრულიად სხვა ფერის, მქონდა ჟანგი. შიგნიდან რასაც ხედავთ, არაფერი არ მქონდა, ყველაფერი ჩემი ნაყიდია, ვიშოვე ახალი ნაწილები. შიგნით მე და ჩემი მეგობრის გაკეთებულია, ხელით გავაკეთეთ ყველაფერი და ჩემი მეგობრის გემოვნებით. ეს ჩვენ გადავაკარით, ვიყიდეთ, ეს სრული ხელით არის გაკეთებული. მე მგონი ორიგინალურია, განსხვავებული და ძალიან ლამაზი.